საჯაყეცის ფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ გორელებისათვის კარგად ნაცნობი სახე ქალბატონი ჟუჟუნა ვაშაგაშვილი ოჯახურ გარემოში. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები, საყვარელი ქალაქი გორი. ცხოვრებისეული მიზანი ყოფილიყო ნამდვილი ადამიანი. სამყარი ოცნება გამხდარიყო მხატვარი. საყვარელი სადილი ქათმის ჩახოხბილი. საყვარელი მწერალი ჰიუგო. მისაბაძი პიროვნება შოთა ნიშნიანიძე. ჰობი ბუნებაში ხეტიალი ეწიუდნიკთან ერთად. საყვარელი ფრაზა, რომელსაც ხშირად იმეორებს. ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის. ბიოგრაფიული შტრიხები. ჟუჟუნა ვაშაგაშვილი დაიბადა 18 ივნის 1936 წელს გორის რაიონის სოფელ ქვეში. დაწყებითი განათლება მიიღო ქვეშის არასრულ საშუალო სკოლაში. 1954 წლიდან სწავლა გააგრძელა გორის პირველ საშუალო სკოლაში. 1958 წელს შევიდა ცხინვალის ტუგანოვის სახელობის სამხატვრო პედაგოგიურ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1962 წელს. ამავე წელს მუშაობა დაიწყო გორის ბამბეული ქსოვილების კომბინატში მოჩისთვის მხატვრად. 1977 წლიდან მუშაობს გორის სამხატვრო სკოლაში პედაგოგად. 1979 წელს დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1992 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა სამხატვრო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. ბავშვობიდანვე იბეჭდება მისი ლექსები ქალაქისა და რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. არის ადგილობრივი, ზონალური, რესპუბლიკური და საზღვარგარეთის გამოფენების მონაწილე. მუშაობდა ეთნოგრაფიულ და სტალინის სახლ-მუზეუმში 1992-1994 წლებში. 1994 წლიდან 96 წლის მაისამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პოლონეთში. აგარა პრესჩიკოვოში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები. იგი არის მწერალთა კავშირის წევრი, მხატვართა კავშირის წევრი. იყო გორის ქალაქის საკრებულოს გაზეთ იმედის ხივის რედაქტორი. ქალბატონი ჟუჟუნა ჩვენთან საუბარში ბავშვობის ოცნებებზე საუბრობს და იხსენებს წარსულის ნათელმოგონებებს. და მგზნებარებით სავსეები ვიყავით იქ. ახალი დამთავრებული იყო ომის წლები, რა 100 კილზე გაგვაქსავდნენ მოსაგროვებლად და ესეთ რაღაც ძალიან გვიხაროდა. სიყვარულით ვაკეთებდით ყველაფერს, სკოლას როგორ მოვრთავდით, კილომეტრებს გავდიოდით, რომ იორდასალამის გვირგვინები დაგვეწნა და მოგვერთო სკოლა. ძალიან გვიყვარდა, დიდი სიყვარული ჰქონდა სკოლის შესახებ და ვიყავი ძალიან აქტიური ბავშვი, პიონერთა რაზმავის საბჭოს თავმჯდომარე, მერე კომიტეტის მდივანი კომკავშირისა და ბევრ სასიკეთო საქმეს ვაკეთებდით. ეს სრუპენტულად არ გვერქვა წოდებები და რაღაცები და ძალიან ნათელი წერტილები კი არა, შეიძლება ნათელი სხივის ზოდი იყო მიშუქებული, აი იმ პერიოდი ესეთი მინდა გავეხსენო, რომ რაც მთავარია დიდი სიყვარულით ვაკეთებდით სასკოლო საქმიანობას ვეწეოდით და რა ვიცი აი არ იყო ჩაგვრა პედაგოგსა და მასწავლებელს შორის იყო დიდი კრძალულობა, ძალიან დიდი სიყვარული. იმდენად გვიყვარდა პედაგოგი, რომ აპატიეთ ვერც წარმოვიდგენდით, რომ აი საპირფარეშოში წასულიყო მაგალითად, მაგრამ როგორ შეიძლება ესეთი რაღაც ჩვენი დიდი პატივისცემა შეიძლება ხანი მითი გამოგვეყვანა, რომ ჩულმად გამოგვეხატა მაგიდაზე დაუდებდით ან უბძნის მტევანს ან კაკალს ეს რაღაცა და იმაზეც ისევ ისერჩებოდა და არ გახქონდა ეს სპექტაკლი იყო და რასაც მე წლებში შემდეგ წლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა მივაქცი, ყურადღება მივაქცი, იმიტომ რომ ბავშვობის ხანა ისეთია, რომ თუ დაიჩრდილება და რაც ერთხელ ნათლად სულს დააჩნდების, თუ აი ესეთი პერიოდია და პედაგოგი ყველა ძალიან უნდა ეცადოს, რომ არავის შუბლზე ჩრდილი არ დადოს საშინელ ლაქად ცხოვრებაში. შემდეგ ქალაქის სკოლა პარალელი რომ გავავლო. ძალიან დიდი განსხვავება, რა თქმა უნდა, ქალაქის სკოლა უკვე სულ სხვა. მაგრამ დიდი ნათელი წერტილები ქალაქის სკოლიდანაც, იმიტომ მახსოვს. ლექსი ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი სოფლის სკოლაში ელო ქონიაშვილი მასწავლიდა ქართულს. ძალიან მიყვარდა ეს მასწავლებელი და სულ ფიქრობდი ბაძა, რომ იმებაძა, როცა კითხულობდა, როცა ხსნიდა გაკვეთილს და აქ კიდე პირველ სკოლაში გავაგრძელე და მე მასწავლიდა ვერიკო ჩიკოიძე, ძალიან განთქმული და დიდებული პედაგოგი. ძალიან დიდი პედაგოგი. ფაქტია, თქვენ ქალბატონი ჟურნა უკვე ბავშვობიდან გადაწყვეტეთ, რომ განსტარიყავით მხატვარი და აგრეთვე გეწერათ ლექსები. ახლა ეს კი არ გადავწყვეტე, ეს თვითონ ეგრე წავიდა ჩემი ცხოვრება, მე ბავშვობიდანვე უნდა ყოფილიყო ბავშვობიდანვე ჩემი მეგობარი ფუნჯი და კალამი. ეს თვითონვე წარიმართა სტიქიურად, არავინ ხელმძღვანელი, არავინ ჩამრევი, ახლა მაშინ ისეთი ცხოვრება იყო, რომ ვინ გეტყოდა დაჯექი ისწავლე.
შენ საქმე იცოდი, უნდა გეკეთებინა შენი საქმე და ქალბატონმა ჟუჟუნამ 1964 წელს შექმნა ოჯახი. მისი მეუღლე იყო ზაურ ყაზიშვილი, პროფესიით პედაგოგი, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო ინსტანციებში მუშაობდა. ჟუჟუნა ვაშაგაშვილი ღიმილით საუბრობს იმ დროზე, როდესაც მომავალი მეუღლე გაიცნო. ქალბატონ ჟუჟუნა, საინტერესოა როგორ შექმნით ოჯახი და როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე. ის იყო ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანის მეუღლე აღმოჩნდი. სრულიად უცხო, მაგრამ ის ჩემ ლექსებზე თურმე შეყარებული ყოფილა, მთელი ამბები იყო. ერთხელ ფირუზ ჯანაშვილი ჩვენი კულტურის განყოფილების მაშინდელი გამგე შესულა აღმასკომის განყოფილების გამგესთან ქაღალდი მომიციო, რომ ლიახვი უნდა დაიბეჭდოს ჩვენი ალმანახი და ამას უთქვია გამაცანით ჟუჟუნა ვაშაგაშვილი და მიიღებთ ქაღალდს. ხო და ამ დროს შესულა ვინმე კეკლო იყო ასეთი ჩემი კედლის მეზობელი, სადაც მე ვიზრდებოდი და აი კეკლო, ჟუჟუნა იზრდება, კეკლოს გაიზარდა კეკლოს კედლის იქითო და ესეთ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს, რომ ჟუჟუნას გააცნობენ. მე ესეთი ის მქონდა მომენტი ხა დასამალი რა არის, სულ სხვა ბიჭი მოყვარდა, სხვაგან იყო ჩემი გული, ძალიან შორს იყო ისა. ხო და იმან პატარა გახუმრების წერილი მომწერა რაღაცა ისეთი, რომ მე ძალიან ამაყი ვიყავი. ამ სიყვარულობანაში და უცბად მე სამსახურში მაშინ კომბინატში ვმუშაობდი, დავწერა ორ პატარა ქაღალდზე, თუ კი მე გავთხოვდებოდი, არა და მამა ჩემი მეხვეწებოდა, ხანმის მომიგზავნე და ხანმის გათხოვდეს, 27 წლისა ვიყავი და ძალიან მიყვარდა მამა იმამის ხათრის გამოც, ძალიან ხელი შემიწყო, იმალ გადამეწყვეტა და რაც მთავარი, ერთი ბიჭი მაშინებდა ძალიან, როგორ თქვა, ერთი რაღაცები, მუტაციების იმითი და რაღაცა და მე ვთქვი ჯანდაბას გავთხოვდები მეთქი და მეორე დღეს მოარბენინა კეკლომეს ჩემი მეუღლე გამაცნო და თურმე იმ დღით აჩვენეს სამი ქალბატონი ესეთ ასაკში იყო და აძალებდნენ იმასაც დაქორწინებას და რა ვიცი მოეწონა ჟუჟუნა თუ რა ვიცი და ისედაც შეყარებული ყოფილა ჩემი ლექსებზე ზეპირად იცოდა ჩემი ლექსები და მოიტანა მოარბენინა მეორე დღეს ქორწინების მოწმობა მაჩის ბიუროც იმის ქვეშ იყო აღმასკომის განყოფილების ეს αδეთი უსამართლობა რაც ჩაიდინა ალბათ ეგ იყო არა და ძალიან მართალი და პატრიოტული კაცი იყო ქორწინეთ აი გაცნობი და რამდენ ხანში ესე იგი 17 დეკემბერს რო გავიცანიშვილი საახალწლოდ მე უკვე იმის ოჯახში ვიყავ კურიოზი რომელსაც ახლა გაიხსენებდით მომაქვს და მეტროში ჩავედი, ეს რუსთაველზეა ჩავედი, რომ უნდა მოვიდე დიდუბეში, იქიდან წამოვყვე მატარებელს და ჩავდივარ ახლა ამ ორი ბადური და ფიქრებში ძალიან მეოცნები ვარ სულ ბოლომდე. და შორსა ვარ ფიქრები წასულდა უცბად მესმი ზურგიდან ბიჭებმა თანამედროვე ლანძღვაროიციან დედისა. აი მაპატიეთ და აი ჩემი დედას რომ მოვტრიალდი და მავიწყდა სად ვიყავი ამ დროს. თქვენ არ გეღებსოთ იმ დედის მიერ გაკეთებული საჭმელის შეჭმა. ეხლა მეც კი ხო სკოლიდან მოდიხარ და თქო ხო უნდა მიხვიდეთ როგორი რა პირით უნდა ჭამოთ და რა ვიცი მე კიდე რა სიწყებით ხარ და სად გამისროლა. მეტრო ესე გაფაშული დავეცი ჩემი გაზეთების ბადურებით აქეთი კი. და რო თვალები გავახილე ხო დავაფიქსირო ყო რა მოხდა სადა ვარ და ახედი ამ ბავშვებს დამცქერიან ესეთი შეშფოთებული 5-ოდე ბიჭი იყო. და და ხელი წამომიწოდა ერთმა და გამშურდი არ ამჭირდება შენი მოხმარები მეთქე წამოვხდი ხო გავიფერთხე ეს პლანში რამე და იცოდეთ რომ მიხვალთ მეთქი დედა თქვენს უცხარით რაც დაგემართათ მეთქი გამზრდელისავით ჰაჯი უსუფს მოახსენეოთ ხო და აი ეს რა ვიცი აი ისე ავღელდი სულ დამავიწოდა სად ვიმყოფებოდი და კაი გამტორიანებული როგორც იქნა იქ წყალი გამომაწოდეს იქ თაბლოს ხედავ ჟუჟუნა ვაშაგაშვილს ორი შვილი ჰყავს, ზურაბი და ქეთევანი. ზურაბი პროფესიით მხატვარ დიზაინერია და ამჟამად კიევში მუშაობს. ქეთევანი კი პედაგოგია და თბილისში ცხოვრობს. ქალბატონ ჟუჟუნას 5 შვილიშვილი ჰყავს. ამათგან წერისა და ხატვის ნიჭი განსაკუთრებულად ლონდას, ანასა და დაიანას გამოყვათ. დადგაჟამი ზამთრისა ფრინავს თეთრი თოლია, თამაშობდა ვგუნდაობ დიდი თეთრი თოვლია. თოვლის ბაბუს აშენებს რეზიკო და ანა, გაიხედეთ ვინ მორბის გუნდი დაიანა. მარწყვის რა უნდა ზამთარში მარინას თუ მაყვას, ნაძვის ხეა ქათქათა, თოლმა ააფათფათა. თხილა მურით სრიალებენ ბაჩო უჩა ხუჩა, ციგას მოასრიალებენ თავს და ხურებს ხუჩა. ჩვენ გავიცანით შემოქმედი ქალბატონის რძალი მსახიობი მაია ტურაშვილი, რომელიც დედამთილს უპრეტენზიო და თავდაბალ პიროვნებად მიიჩნევს.
მე მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი ჟუჟუნა, ამ შემთხვევაში ჩემი დედამთილი, როგორც ყველა ხელოვანი არის ცოტა რთული ბუნების, მაგრამ არის ძალიან დამთმობი, მომტევებელი და ძალიან თბილი. განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. რაც შეეხება ოჯახში, მე როგორც ხელოვანი ყოველთვის ვცდილობ, რა თქმა უნდა, რომ აი ეს ოჯახს რაც შეეხება ის ტვირთი მოხსნა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უწევს ჩემი შვილების დატოვება. იმიტომ რომ მე მსახიობი ვარ და მიხდება ძალიან ხშირად რეპეტიციებზე ყოფნა და ეს ცოტა ეს ტვირთი აქვს ჩემ დედამთილს ჩემგან და მე მინდა რომ გითხრათ რომ გმირულად ართმევს თავს, იმიტომ რომ ძალიან ცერქები არიან ჩემი ბავშვები და ძალიან რთულია იმათი წემსვა. როგორც ბებია ძალიან საყვარელია, მე მინდა გითხრათ რომ პირველად სანამ ჩემ ქმარს გავყვებოდი, ჟუჟუნა შემიყვარდა ჯერ და მერე ზურა. და რა ვიცი, როგორც ყველა დედამთილს ახლა ჩვენც გვაქვს რაღაც გქონია უბრალოდ რაღაც ცოტა პრობლემები, მაგრამ მე მგონი ყველაფერი ნორმალურად არის ამჟამად და ცხოვრობთ ტკბილად, ჯერჯერობით არაფერი ისეთი პრობლემა არ გვაქვს. ჟუჟუნა ვაშაგაშვილმა 5 წლიდან დაიწყო ხატვა. აქტიურად გაუცნობიერებლად სტიქიურად ხატავდა ბავშვური თვალით დანახულ სამყაროს. როდესაც ბავშვობაში ძროხებს მწყემსავდა და თან ხატავდა და თან წერდა ლექსებს, ამ ყველაფერს იგი აკეთებდა დიდი სიამოვნებით და პატარაობიდან შემორჩა განსაკუთრებული სიყვარული ბუნების. ამჟამად კი იგი ნიჭიერი პოეტი და ნიჭიერი მხატვარია. მას ერთნაირად უჭრის კალამიც და ფუნჯიც. მისი ლექსები დიდი ხანია წიგნად დასტამბის ღირსია. ამ ფაქტს იგი ჩრდილში ყოფნის სურვილით ხსნის. მომცრო, მაგრამ საოცრად ლამაზია მისი სახელოსნო. დიდარ ნახატებს რომ ვერ იტევს. მუშაობს ზეთში, აკვარელში, შერეული ტექნიკით. მუშაობს თითქმის ყველა ჟანრში. კომპოზიცია, ნატურმორტი, პეიზაჟი, პორტრეტი. ძნელი ართ გადაცემაში შემოქმედი ქალის გაცნობა. მთლიანად თუ არა ნაწილობრივ ხომ მაინც მოგაწოდეთ შტრიხები ერთი ხელოვანი ქალის ლამაზი პორტრეტისათვის. ქალბატონი ჟუჟუნა, წაგუგითხეთ რაიმე ლექსი თქვენი შემოქმედებიდან. მარცხნივ მდგომელნი ახლა მარჯვნივ გადმონაწილდნენ. ფერი იცვალეს ყავ ორნებმა, გაიარწივეს. ბნელეც შეზრდილნი ახლა ის ფერზე ზიარნენ. მარცხნივ ნაფიქრი, მარჯვნივ მხარეს გაიზიარეს. აც მაცუნეს ბაგენი და გააქტიურდნენ. ქველი შუბლები შეაგებეს ახალ ტრიუმფებს. ღირსების ორდენს ურიგებენ ღალატისათვის. ხელისუფლებაც მოწყალია უფრო ტრისადმი. ფიქრობს ერთგულებს რა წითელი კოჭი სჭირდება. ისეც იქ დგანან, სადაც მოყვას გაუჭირდება. მთავარი არის ორგულების შემორიგება. ჯობია ფანდი ეშმაკური ვიდრე მიბეგვა. ნეტავრას უნდა ნიშნავდეს ეს ჭრელი სურათი, რომელს ვუწოდო პირმრუდიან, რომელს სულნათი. მე მათ შუაში გახირული ხერხემალი ვარ, ამ ორ პარალელ შუა დგომამ დამამარილა. ერთს არ მკითხავენ დალოცვილნი, ეგებენ სურს რამე. ამ სიმეტრიის ღერძის როლით მალე სულს დავლევ. მე თუ ამოვქრი ამით ნეტავრა დაშავდება, ხან გულის კორზე ამტკივდება, ხან წელის ხილი. მარცხენა მხარე ალბათ ისევ გადაშავდება, მარჯვენასთვის კი რაღაც დაფქვავს ჩემი წისქვილი. თუმცა რა აზრი აქვს მარჯვენა და მარცხენა მხარეს ბოროს ორთავეს ხერხემალთან ერთად მარხავენ. ამით დასრულდა ჩვენი გადაცემა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შეხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგენთ ოჯახურ გარემოში. კარგად ბრძანდებოდეთ.